და ეს წუთია ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ოფისში მოქალაქე შეიჭრა. თინათინ მარდალეიშვილი ქუთაისის ორგანიზაციის წევრებს პარტიის დატოვებას თხოვდა, რადგან მისი თქმით ნაციონალური მოძრაობა როგორც პარტია არ უნდა არსებობდეს და რუსთავი 2, რომელიც თითქოს ოპოზიციური ტელევიზია, უნდა დაიხუროს. ქალბატონს ოფისი სამართალდამცველების ჩარევის შედეგად დაატოვებინეს. მე დავიწყებ აუცილებლად შიმშილობა, ჩემი მოთხოვნა ფუნქციონირება შეწყვიტოს ნაციონალურმა მოძრაობამ, ამას არ აქვს უფლება, რომ ხალხის სახელით ილაპარაკოთ და აქ გააგრძელონ მუშაობა. რას ეწევიან, რა ფუნქციას ასრულებენ? 9 წლის განმავლობაში ავიწროებდნენ ხალხს, აუპატიურებდნენ, ჩემი სამეგობრო, გააუპატიურა სამეგრელოში, ღირსება ახადეთ იმას ქართველ ხალხს. ეხლა უნდა ღირსება ახადონ ქუთაისელებს და ღირსება ახადონ მთელ საქართველოს. მე ამას არ ვაპატიებ, მე პირადად ჩემს მიმართ არის ზეწოლა ნაციონალური მოძრაობიდან, მე ამას მე ღმერთმა დამიფაროს, რომ თქვა ვინმე და რომ აი თუნდაც ამ ბიჭებმა რაიმე ცუდი გააკეთონ, რაც სამეგრელოში გააკეთენ, მაგრამ მე ამათ ურჩევ, რომ დაატოვონ ნაციონალური მოძრაობის მანდატები, შეუერთდნენ ქართველ ხალხს ღირსებას, იმიტომ რომ ქუთაისი არის ერთადერთი ძლიერი ვაჟკაცური ქალაქი, რომელიც არ აპატიებს ხალხის გაუპატიურებას.